მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს საუბრები ექიმებთან. დიდი პაუზის შემდგომ შევეცდებით, რომ შემდეგი სერია ჩავწეროთ ჩვენი პოდკასტის. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სასაუბრო თემა და ძირითადი თემა იქნება ხერხემლის მინი-ინვაზიური ქირურგია, რა უპირატესობა აქვს ამ ქირურგიას, რა ეტაპზეა დღესდღეობით საქართველოში მინი-ინვაზიური ხერხემლის მიმართულება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ვისაუბრებ ჩემ კოლეგასთან, რომელთანაც ერთად მუშაობ ჩვენს გაყოფილებაში, გიგა სულაბერძესთან ერთად და ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ თუ რა არის მიზეზი იმის, რომ დღესდღეობით პაციენტების დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის, არის თუ არა ამის სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი და ასევე მინი-ინვაზიურ ხერხემლის მიმართულებაზე, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ფაქტიურად ჩვენს გაყოფილებაში ძალიან განმოვითარეთ და ეს ის მიმართულება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყნის ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში დღესაც კი არ კეთდება. მაგალითად, თურქეთში ეს სტანდარტულად მინი-ინვაზიური ხერხემლის ქირურგია დღეს განვითარებული არ არის და მხოლოდ ერთეულ კერძო კლინიკებში კეთდება. გამარჯობა გიგა. მოდი პირველი რაც აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა არის მინი-ინვაზიური ხერხემლის ქირურგია და რას ფიქრობ, ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც ჩვენ გავაკეთეთ. ხო, ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი, რომ 90%-ზე მეტი, ხო, როდის ვაკეთებთ უკვე ღია ტიპის ოპერაციას, იშვიათია ამის ჩვენება, როდესაც არის რაღაცა თქვათ ისეთი ტრავმა, თუმცა ტრავმის შემთხვევაში რაც ფაქტიურად თლიანად მთელი მოცულობით ჩაანაცვლა მინი-ინვაზიურმა და აი მოდი აუხსნათ ხალხს რა არის მინი-ინვაზიური ხერხემლის ქირურგია და რა მიმართულებებია ჩვენთან განვითარებული. გამარჯობათ. კიდევ ერთხელ მინი-ინვაზიური ხერხემლის ქირურგია მე ვიტყოდი, რომ game changing მოვლენა არის ზოგადად ხერხემლის ქირურგიაში, იმიტომ რომ მე მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ, როცა რეზიდენტი ვიყავი და პირველად ერთმა ჩვენმა უფროსმა კოლეგამ აჩვენა, როგორ ხდებოდა პერკუტანულად განაკვეთის გარეშე ფაქტიურად ჭანჭიკის გაშვება მალაში და მერე ვთქვათ მისი ღერძით დაფიქსირება, წარმოგვედგინა როგორც ეს იყო რაღაცა ფანტასტიკის სფერო და მიგვაჩნდა, რომ ამის დანერგვას არა მარტო საქართველოში, თუმცა მსოფლიოში დაჭირდებოდა ძალიან ბევრი ათეული წლებით შეიძლება და დღესდღეობით ეს უკვე ხელმისაწვდომია ჩვენთან, ჩვენ დეპარტამენტში, იმიტომ რომ როგორც წესი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხერხემლის ქირურგია მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი ტრავმული ქირურგია ზოგადად პაციენტისთვის, დაკავშირებული უამრავი ანატომიური სტრუქტურის, ინტრაოპერაციულ იატროგენულ დაზიანებასთან, ოღონდ ეს დაზიანება იყო მიზანმიმართული იმისკენ, რომ ვთქვათ, მიღწეული ყოფილიყო ქირურგიული ჩარევის მიზანი და მინიმალ ინვაზიურმა ხერხემლის ქირურგიამ აბსოლუტურად შეცვალა მიდგომა, აბსოლუტურად შეცვალა კონცეფცია, რაც პირდაპირ კავშირში არის მერე უკვე პაციენტის პოსტოპერაციულ მდგომარეობასთან და პოსტოპერაციულ გამოსავლიანობასთან, ესე რომ ვთქვათ, ფაქტიურად აი სანამ უფრო ღრმად შევალთ დეტალებში, ელემენტარული, აი ბანალური, სტანდარტული, ყველაზე ხშირად ვთქვათ, მინი-ინვაზიური ხერხემლის მომხრეების მიერ გამოყენებული არგუმენტი რო განვიხილოთ, ნაცვლად იმისა, რომ პაციენტს ჰქონდეს ფაქტიურად 35 სანტიმეტრიანი უშველებელი განაკვეთი, დაკავშირებული ოპერაციის შემდგომ გახანგრძლივებულ ტკივილთან, ჭრილობის ინფექციას ჩვენი ექიმების, ვთქვათ, უფრო თავის ტკივილი, აი პაციენტის გადმოსახედიდან რო შევხედოთ, ხო, რასაც პაციენტი თავის თვალით ხედავს. უშველებელი განაკვეთი, კოსმეტიურად არასასიამოვნო, ხანგრძლივი ტკივილი, ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივი უმოძრაო მდგომარეობა ამ ტკივილის გამო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, საჭიროება სისხლის გადასხმის, შემდეგ რა თქმა უნდა ჭრილობის ინფექცია, მუდმივი მეთვალყურეობა ამ ჭრილობაზე, 2 კვირა კლინიკაში გაჩერება, სანამ ნაკერს არ მოხსნი, ან სულ მცირე რეკომენდაცია, რომ აქვე იყავი კლინიკასთან, ახლა ქუთაისში ვმუშაობთ და ჩვენი პაციენტების არც თუ ისე მცირე ნაწილი
გეოგრაფიულად შორს ცხოვრობს და ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, სანამ ინვაზიურ ქირურგიაზე გადავიდოდით, რომ აი აქვე დარჩით, სასტუმრო იქირავეთ, რომ ჭრილობას დავაკვირდეთ, რამე პრობლემა არ შეგვექმნას და იყო ჩვენ რეალობაშიც ხო გვახსოვს რაღაცა ვთქვათ ღმერთისწყალობით არც ერთი ფატალური, მაგრამ ისეთი შემთხვევები, როცა ჭრილობის ინფექციის გამო პაციენტ ზოგჯერ ვთქვათ რევიზიას დაჭირდა ჭრილობის, ან რაღაცა გაუხანგრძლივდა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. ბოლო 4 წელია, რა ვიცი, ახლა მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა. მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის მინი-ინვაზიური ჩარევა ყველაზე გასაოცარი შედეგი, რაც ჩვენ შევხედეთ და დავაკვირდით, ეს იყო, რომ ფაქტიურად არა, ინფექცია 0 არის ჯერჯერობით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს იქნება დისკექტომიით შესრულებული, ანუ ტუბულარით, ჩვენ ვასრულებთ, ანუ მოდი ვთქვათ, რომ მინი-ინვაზიური მიმართულების მინი-ინვაზიური ქირურგიული ჩარევის რამოდენიმე მიმართულება არის. ძირითადად ეს გულისხმობს ნორმალური ანატომიის შენარჩუნების ხარჯზე შენი ძირითადი ქირურგიული მიზნის შესრულებას, ხო? ნებისმიერი ჩარევა რაღაც კუთხით დაკავშირებული არის ნორმალური ანატომიის დარღვევასთან. ვთქვათ, ეს იქნება ყველაზე ხშირად გაკეთებადი ოპერაცია, ვთქვათ, დისკექტომია, რომ მიხვიდე ამოვარდნილ ფრაგმენტამდე ნორმალური ანატომია უნდა დააზიანო, ხო? რა ტიპის ქირურგიაც არ უნდა გააკეთოს, იქნება ენდოსკოპიური, ელემენტარული კანის განაკვეთი უკვე ნიშნავს მთლიანობის დარღვევას და ეს უკვე რაღაც ინვაზია არის. თუ მინინვაზიური კონცეფცია ნიშნავს აი ამ ნორმალური ანატომიის, რაც შეიძლება მინიმალური დაზიანების ხარჯზე შენი ძირითადი ქირურგიული მიზნის შესრულებას. ერთ-ერთი მიმართულება არის მინი-ინვაზიურის ტუბულარი, ანუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასევე არის ენდოსკოპიური მიმართულება, თუმცა ენდოსკოპიური მიმართულება ძალიან ესეთია ფართე ცნება არის და დიდი ხანია 90 წლიდან სოფლიოში აკეთებენ სხვა ტიპის ენდოსკოპიურ მიმართულებას, ეს არის ტრანსფორამინალური უკანა მიდგომით. თუმცა ენდოსკოპიურმა მიმართულება საჭიროებს ხანგრძლივ სწავლებას, ანუ ქირურგი, რომელმაც უსაფრთხოდ შეუძლია გააკეთოს ენდოსკოპი, რომელსაც შეიძლება უსაფრთხოდ გააკეთოს ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევა, მას სჭირდება ხანგრძლივი სწავლება. განსხვავებით თქვათ ტუბულარული ჩარევისგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ტუბულარული ჩარევა იგივე მიკროქირურგიული ჩარევა არის, ანუ ესეთ მარტივად გასაგებენაზე რო ვთქვათ, იგივე ტიპის ქირურგია, რასაც ჩვენ ტრადიციულად ნეიროქირურგები ისტორიულად ვაკეთებდით მიკროსკოპის ქვეშ, უბრალოდ სპეციალური ცილინდრული რეტრაქტორის საშუალებით ვახდენთ ამ ოპერაციას და აი ამ ცილინდრულ რეტრაქტორზე მორგებულ ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო სამუშაო კორიდორი არის, ამ სამუშაო კორიდორიდან სპეციალური ინსტრუმენტები არის საჭირო, რომელიც იქმნება მხოლოდ აი ამ ოპერაციისთვის და ამ ინსტრუმენტების საშუალებით ვასრულებთ ძირითად ოპერაციას. მინინვაზიური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დაკეთება, ეს არის ტუბულარული დისკექტომია, ეს არის სტაბილიზაცია, ანუ ტრავმის დროს, თუნდაც ხერხემლის დეგენერაციული დაავადების დროს, ეს არის თქვათ სპონდილოლისთეზი, ან თქვათ ინფექცია თუნდაც, ან განმეორებითი დისკის თიაქარი, ამ დროს რეკომენდირებულია ხშირად თქვათ ფიქსაციის გაკეთება, რასაც შევასრულებთ მინი-ინვაზიური წესით და აი ამ ტიპის ოპერაციების დროს ინფექცია იყო 0. და ინფექცია, ხო, დასთან არის დაკავშირებული, ეს არის 90% ხერხემლის ინფექცია, როდესაც ვითარდება, ნიშნავს მალის და ძვლის ანთებას, ანუ ოსტეომიელიტს, სპონდილიტს. სპონდილიტი ნიშნავს 6 თვიან მედიკამენტოზურ მკურნალობას და გახანგრძლივებულ ტკივილს და ასე შემდეგ. რაც 4 წლის განმავლობაში იყო, კიდე ერთხელ მეორდები, 0. რას ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? მე მაქვს ჩემი პოზიცია და პრინციპში მეცნიერებაც ამ აზრზე არის, ხო, რატო შეიძლება იყოს მინინვაზიური ჩარევა ინფექციის ესეთ ფაქტიურად განულებასთან კავშირში. ინფექციის განვითარება ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში არის დაკავშირებული ორგანიზმის პასუხთან
რაღაცა გარეშე ზემოქმედებაზე. მათ შორის ქირურგიული ინფექციაც ამასთან არის დაკავშირებული, რომ ორგანიზმი პასუხობს ანთებითი რეაქციით რაღაცა ქსოვილის ან ანატომიური სტრუქტურის დაზიანებას ერთი ან მეორე დიდი ზომის ექსპოზიცია ღია ჭრილობის და ღია ქსოვილების წარმოადგენს მარტივ ნიადაგს იმისთვის, რომ გარედან მოხდეს ბაქტერიის შეჭრა. ტრამული დაზიანება არ ხდება რბილი ქსოვილების. მინიმალ ინვაზიურის დროს კოლატერალური, ანუ არაფერს არ აზიანებს. რბილი ქსოვილის სისხლომარაგების დარღვევა არ ხდება. ეს ერთ-ერთი მიზეზი არის ინფექციის დაბალი მაჩვენებელი. პირველი რომ კანის განაკვეთი გვაქვს ფაქტიურად 16 მმ-იან ტუბულარული რეტრაქტორით მუშაობთ. ხო ეს ნიშნავს რომ 16 მმ-ს არ აღემატება განაკვეთის ზომა, ანუ 1 სმ-იანი განაკვეთია, ხო ფაქტიურად. შესაბამისად, სივრცე იმისი რომ მოხდეს გარედან რაღაცა პათოგენური მიკრობის შეჭრა ფაქტიურად მინიმუმამდე არის შემცირებული. ეგ ერთი. ტუბულარული რეტრაქტორის გამოყენების დროს ჩვენ ფაქტიურად კი არა, საერთოდ არ ვაზიანებთ კუნთოვან ქსოვილს, არამედ ხდება მისი ბლაგვად აშრევება, დროებითი გადაწევა, ესე რომ ვთქვათ, ბლაგვი წესით, შესაბამისად, კუნთის ანატომიური მთლიანობის დარღვევა არ ხდება იქ კუნთოვანი ბოჭკუების მექანიკური დაზიანება. შესაბამისად, ამაზე შეუძლებელია, რომ ორგანიზმს ჰქონდეს ანთებითი პასუხით გამოწვეული რეაქცია. ეს კიდე ერთი მიზეზია იმისი, რომ არ არის სუბსტრატი, არ არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ინფექცია განვითარდეს. მესამე ხდება პაციენტის ადრეული რეაბილიტაცია და შესაბამისად თუნდაც კანის ზედაპირული ინფექცია დაკავშირებული პაციენტის ხანგრძლივ მწოლიარე მდგომარეობას, ანუ პოზიციური ინფექცია, ეგეც ფაქტიურად ნულოვანი არის ამის ალბათობა. მეოთხე, პაციენტს შეუძლია, ვთქვათ, თავის პირად ჰიგიენას მიხედოს ოპერაციის მეორე დღესვე, ანუ ბანაობა, ნებადართული, ხო, როცა პაციენტს უზარმაზარი ჭრილობა აქვს, ის ფიზიკურადაც ვერ ახერხებს, რომ სრულყოფილად, ვთქვათ, რაღაცა ჰიგიენურად მწყობში იყოს და არც არის რეკომენდირებული დიდი ზომის ჭრილობაზე ესეთი, ვთქვათ, მიუხედავად ამისა, ანუ თუნდაც ეხლა რაც ჩვენთან განმოვითარეთ, ხო, მინინვაზიული მიმართულება და ამ ტიპის ოპერაციები მე 2 წელიწადი თურქეთში 2011-2012 წლამდე იქ მაქვს რეზიდენტურის რაღაც ნაწილი გავლილი და ძალიან ახლოს ვიცნობ თურქულ სამედიცინო სისტემას და ძალიან ბევრი კარგი ექიმი არის და ძალიან კარგი სისტემა არის უმეტესად, თუმცა თურქეთში ესე მინინვაზიული მიმართულება სტანდარტულად თურქი პაციენტი თურქი მოსახლეობა მიდის ან საუნივერსიტეტო კლინიკაში, ან სახელმწიფო კლინიკაში. არც საუნივერსიტეტო კლინიკაში, არც სახელმწიფო კლინიკაში დღესდღეობით თურქეთში ეს სტანდარტულად განვითარებული არ არის. მეცაც გეტყვით, მინინვაზიურ მიმართულებას სახელმწიფო 99% შემთხვევებში თურქეთში არ აფინანსებს. ანუ ძირითადად ეს თურქეთში განვითარებული არის კერძო კლინიკებში, ისიც დიდ კლინიკებში, დიდ კერძო კლინიკებში, სადაც უმეტესად, თქვათ, თურქ მოსახლეობას ესე მარტივად ხელი არ მიუწვდება. და ამ ტიპის ქირურგია დღეს უკვე, თქვათ, საქართველოში ხელმისაწვდომია, მაგრამ რატომღაც რაღაცა, თქვათ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში ხო და ხშირად არ ვიცი, ხა ესეთია გასაკვირია, ხო? ხშირად შეგხვედრია რაღაცა სტანდარტულ ოპერაციაზე ვიღაცა ქართველი, თქვათ, პაციენტი ითხოვს თურქეთში წასვლას, სადაც, თქვათ, ამ ტიპის ოპერაციიდან, ამ ოპერაციისთვის კალკულაცია დაანგარიშებული აქვს იმ კლინიკიდან და ახლობით 30-40 $, და დღესდღეობით გავს ტიპის ოპერაციები ჩვენთან კეთდება კლინიკაში უმეტესად სახელმწიფო დაფინანსებით. რას ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? ის ამბავი, რომ თურქეთში მინიმალ ინვაზიური ხერხემლის ქირურგია არაა განვითარებული, ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრია და აქაც, ვთქვათ, შემიძლია სტანდარტულად არ არის განვითარებული ამაზე საუბრო, იქ არის ძალიან მაგარი კლინიკა, მაგარი კლინიკები და მაგარი ექიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუტინულად თურქეთში და თურქ მოსახლეობას ამისთვის ხელი ესე მარტივად არ მიუწვდება. ამის მიზეზი არის სიძვირე ამ ყველაფრის. იგივე რაც თქვით, ხო, ამას ჭირდება სპეციალური მიკროინსტრუმენტები, სპეციალური მოწყობილობები, ესე რომ ვთქვათ, იგივე ტუბულარული მე გულისხმობ რა არის მიზეზი, რომ მიუხედავად ამისა საქართველოში პაციენტი
ხშირად მაინც ეძებს ექიმს უცხოეთში. კომპლექსურია ეგ პრობლემა ზოგადად. ახლა ჩვენ ნეიროქირურგები ვართ და ნეიროქირურგიაში მე მგონია რომ ნეიროქირურგიაში განსაკუთრებით აქტუალურია ეგ პრობლემა, რატომღაც ჩემი გადმოსახედიდან ესე არის, ხო, არ მგონია ახლა ვთქვათ სხვა ქირურგიებზეც ასე იყოს მიმართვიანობა თურქეთის მიმართულებით, თუმცა არ ვიცი ამაზე. არის ალბათ ონკოლოგიაში არის. ონკოლოგიაში შეიძლება. ბატონო. თუმცა მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით არის რატომღაც სამართლიანად თუ უსამართლოდ მოდი ვიყოთ ცოტათი თვითკრიტიკულებიც პაციენტების უნდობლობა ქართველი ექიმების მიმართ. რამ გამოიწვია ეგ უნდობლობა ძალიან რთული საქმეა და ამას რაღაცა წლების ისტორია აქვს და ამას ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ცოტა თვითონ ექიმებმა, ცოტა მედიამ, ცოტა სახელმწიფოს ვთქვათ დამოკიდებულებამ იმ ფაქტმა რომ რაღაცა მიზეზების გამო თუნდაც იმიტომ რომ რაღაცა პაციენტის გაღიზიანება თავიდან აეცილებიათ, როცა იყო დავა ექიმსა და პაციენტს შორის ძალიან ხშირად უსამართლოდ ექიმის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილა საქმე და ვიცი ჩვენ გვახსენდება ეგეთი შემთხვევები არც თუ ისე ცოტა და ამ ფონზე ზოგადად ქართველი ექიმების მიმართ ნდობა ძალიან შემცირებულია. ამას თუ დაუმატებთ იმ ამბავს რომ ხერხემლის ქირურგიაში მთელ მსოფლიოში რიგი დაავადებების დროს არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი და გერმანიაშიც კი სადაც თან ხვდებით რომ ძალიან მაღალ დონეზეა მედიცინა განვითარებული და შეიძლება კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში არსებობდეს რამოდენიმე მოსაზრება ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებით, ანუ რამოდენიმე ტიპის ქირურგია შეიძლება განხილული იყოს კონკრეტული პაციენტის ჩივილების მოსახსნელად და ყველა ამ ჩარევას კონდეს თავისი არსებობის უფლება და ყველა იყოს თავისი არსით სწორი. თუმცა მე ესე ვიტყოდი რომ საქართველოში დღეს ესეთი სტანდარტული საბაზისო ხერხემლის ქირურგია კარგ დონეზე არის. კარგ დონეზე არის. მაღალ დონეზე არის. არის ცუდ დონეზე. ვიტყოდი რომ ნამდვილად კარგ დონეზეა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში კეთდება ვთქვათ მინინვაზიური სტანდარტული ქირურგია, ხო, არ არის აუცილებელი ყოველთვის არსებობს რიგი ქვეყნები, მაგალითად შეიძლება ჩვენზე მეტად განვითარებულ და ესეთ ძლიერ ქვეყნებში საერთოდ არ იყოს განვითარებული მინინვაზიური მიმართულება. ეს არის კომფორტი. მოდი ესე კომფორტი კი ბატონო. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ გარდა მინინვაზიური მიმართულებისა ფაქტიურად სასწაულია, ხო, როდესაც გვაქვს ნავიგაცია, გვაქვს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი და ამას ჩვენ სტანდარტულად ფაქტიურად ყველა პაციენტთან ვიყენებთ. რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, დღესდღეობით საქართველოში ძალიან პოპულარული არის და მაგიტო ვახსენებ ახლა თურქეთს, თორე კიდევ ერთხელ ვამბობ, თურქეთი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თურქეთში და დღესდღეობითაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და პროფესორი ჰასანი, რომელიც ჩვენი კოლეგა არის და მასთან მის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროგრამა, კოლაბორაცია, როცა რეზიდენტებს უგზავნით და ის თვითონ გვიგზავნის რეზიდენტს და რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანა არის და მოცულობა ქირურგიული ჩარევის დიდი არის და რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამოცდილება, ხო, ახლა ამაზე არავინ არ დაობს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ პაციენტების გადინების მიზეზი და პაციენტების უმეტესად, რაზეც მიდიან, არის ძირითადად ის, რომ ახლა მე მაგალითად ჩემთან ერთი ოპერაცია შესთავაზე, სწორი იყო ის ექიმი თავისი არგუმენტებით, სხვა ექიმთან მივიდა, იმან სხვა ტიპის ოპერაცია შესთავაზა, არ ემდობა ზოგადად ქართულ მედიცინას. მეზობელმა ურჩია რომ მოდი წავიდეთ და საგარანტიო ის აქვს კალკულაცია აქვს თურქეთიდან წამოღებული კისრის წინა დისკექტომიაზე, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად რუტინულად კეთდება ყველა კლინიკაში და კარგად კეთდება და წამოღებული აქვს $25,000 კალკულაცია თურქეთის კლინიკიდან, რომელიც მართლაც სტანდარტული ოპერაცია არის და ეს არ არის რაღაცა კომპლექსური რთული ოპერაცია, რომელიც ან რაღაც ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს და ან თქვათ, თუმცა ახლა მოლოდინი ზოგჯერ, ხო, ახლა მოდი პირდაპირ უნდა თქვათ, რომ მოლოდინი ზოგჯერ სხვაგვარი აქვს პაციენტს, ხო, ქართველ პაციენტს, მას უნდა რომ ეს ოპერაცია 100%-ით გართულების გარეშე ჩატარდეს. თუმცა ესეთი რაღაცა არც საქართველოში, არც თურქეთში, არც ამერიკაში და არც გერმანიაში, არც ავსტრიაში არ ხდება, ხო? ექიმი აუცილებელი არის მას ყველა ტიპის გართულება
აუხსნას, რა არის მოსალოდნელი ამ ჩარევის დროს, რა გართულებაა, მაშინ როდესაც ვთქვათ, ექიმი არ უხსნის და თავს არ იდებს, ის უფრო დაუშვებელია, ვიდრე ვთქვათ, მაგრამ უცხოეთში როდესაც მიდის, თურქეთში როდესაც მიდის, იქ სავარაუდოდ არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ცოდავენ ჩვენი თურქი კოლეგები ხშირად. მას არ აქვს ხოლმე ინფორმაცია ხშირად, რომ ეს ოპერაცია, თუმცა მე არ ვამბობ ყველა ქირურგზე, ხო, კიდე ერთხელ ჩვენი მეგობარი არის და დღესაც თანამშრომლობ. ეგ ეხება ძირითადად აკადემიკებს, სადაც არის მაღალი კომერციული ინტერესი, სადაც ძირითადად ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები და ხვდებიან რანაირად რაღაცა ქართული სხვადასხვა გზებით, კომპანიებით, შუამავლებით, სადაც იმ შუამავლის ინტერესიც არის ჩადებული, არის კლინიკები სპეციალურად მაგისთვის სამედიცინო ტურიზმზე გათვლილი კლინიკები, ეგეც გასაგებია კომერციული ინტერესი აქვს და მაქსიმალურად იმისთვის, რომ პაციენტის დობა და კეთილგანწყობა მოიპოვონ. ტურიზმზე არის გათვლილი კლინიკა თურქეთში და აქვთ მათ ის ტექნიკური მოწყობილობა, ნავიგაცია, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი, მაღალი ხარისხის მიკროსკოპი, სპეციალური მაგიდა საოპერაციო, რომელიც ძალიან ძვირია, ის ყველაფერი დღეს ჩვენთან არის. ჩვენთან არის და შავი ზღვის პირეთის თურქეთში ბევრ კლინიკაში არაა ხელმისაწვდომი. შავი ზღვის პირეთ თურქეთში მე შემიძლია გითხრა, რომ არსად არ არის. ხო, ეგეც არის. არსად არ არის, მათ აქვთ ნავიგაციასთან წვდომა და ძირითადად ისინი ცდილობენ, რომ ვთქვათ, კომპანია რაღაც ოპერაციაზე მიაქვთ ამ ოპერაციას. ქირაობენ, ესეც სტანდარტულად, როცა საჭიროა, რა თქმა უნდა, ისინი იყენებენ, მაგრამ ესე სტანდარტულად რო კლინიკაში მათ კონდეთ ყველა კლინიკაში ესე არ არის. რაც დღეს ჩვენთან ხელმისაწვდომია და მე ვფიქრობ, ეს ბევრმა პაციენტმა არ იცის დღეს. და აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ქართველ პაციენტებთან, რომ მათ კონდეთ ინფორმაცია, რა კეთდება დღეს საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ოპერაცია გართულების გარეშე ჩაივლის რაღაცის გამო, ხო, ან ნავიგაციის, ან ნეირომონიტორინგის, ან რაღაცის გამო. ხო, მთავარი რა ზრდი უსაფრთხოების ხარისხს. ჩვენთან არის, ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო, ჩვენ გვაქვს ნეიროქირურგიული სრული სერვისი. პაციენტის უსაფრთხოებას ზრდის ის, რომ ნეიროქირურგი ყოველთვის არის კლინიკაში და თქვათ რაღაცა გართულების ადრეული გამოვლენა ხდება. ასევე ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო კავშირი რეაბილიტაციის ცენტრთან და ჩვენ ვქნით სპეციალურად ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის სარეაბილიტაციო გეგმას. თითქოს ბოლო პერიოდში იყო ეგეთი შეხედულება, რომ საქართველოში რეაბილიტაციაც ვერ კეთდება და ექიმო გავიკეთებ კარგი ოპერაციას, მაგრამ რეაბილიტაციას სადმე ეს პრობლემაც კი გადავჭერით, გადაჭრილია. მოსაზრება არა, ესე იყო. ესე იყო. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და კოლაბორაცია რეაბილიტოლოგებთან, ყველა პაციენტს ოპერაციის შემდგომ და ოპერაციამდე ინდივიდუალურად უქმნით სარეაბილიტაციო გეგმას, მას ვაძლევთ პროტოკოლს, რომელიც არის სპეციალურ საერთაშორისო პროტოკოლებზე დაყრდნობით და ეს არ მოიცავს მარტო ხო, რატომღაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ერთი რაღაცა. ფიზიოთერაპია იგულისხმებოდა გულისხმობდნენ, თქვათ, ყველა იმას აკეთებდა, ვინც რა იცოდა, მოდი ესე ვთქვათ და ყველა ამას რეაბილიტაციას ეძახდა და ყველა ცდილობდა, რომ თავისთვის დაერქმია სახელი, რომ იყო რეაბილიტოლოგი. მაგრამ ჩვენი მიდგომა რითი არის განსხვავებული და სწორი და განსაკუთრებული, რომ ხდება პაციენტის ინდივიდუალური განხილვა უფრო ხშირად კლინიკაშივე პაციენტის გაწერამდე პალატაში ნეიროქირურგთან, ნევროლოგთან და რეაბილიტოლოგთან ერთად ხდება იგივე ამ ერას პროტოკოლით შერჩეული სახელმძღვანელოს მიწოდება რეაბილიტოლოგისთვის თუ რა უნდა იყოს ყველაზე დიდი როლი ვარჯიშს უჭირავს და არ უჭირავს რაღაცა ელექტროფორეს თუ რაღაცა კალიპაზიმს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავთავისი თანმიმდევრობა. პაციენტმაც იცის ანუ პაციენტი სრულ სინქრონშია ამასთან ყველაფერთან და თვითონ მონაწილეობს თავისი რეაბილიტაციის პროცესში. წარმოუდგენელია, რომ
პაციენტის ჩართულობის გარეშე მოხდეს რეაბილიტაცია, ხო, ოპერაციის მსვლელობაში პაციენტი არ მონაწილეობს, მაგრამ რეაბილიტაციაში თვითონ პაციენტის მონაწილეობა რა შეიძლება? როდესაც პროფესორი აბასი იყო ჩვენთან ამერიკელი ნეიროქირურგი და მან თავიანთი პროტოკოლები ფაქტიურად მოგცა, წვდომა მოგცა თავიანთ პროტოკოლებზე, ერთ-ერთი პუნქტი რაც იყო რეაბილიტაციაში პაციენტს ყველა ეტაპზე უნდა ცოდნოდა რა მოელის, ხო? პაციენტის განათლება. პაციენტის განათლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? რამდენ ხანში ექნებოდა გაუმჯობესება, რას ელის, რა უნდა გააკეთოს, თუ ეს ამისთვის ეს პაციენტი არ არის მზად, შეიძლება კარგი შედეგი ვერ მიაღწიო. ამიტომ რეაბილიტაცია მით უმეტეს ხერხემლის ქირურგიაში, ხო, რაც არ უნდა შენ შეეცადო მინინვაზიურად გააკეთო, ანატომია დაიცვა, ან ტკუნთი არ დააზიანო, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო კომპონენტი არის სრული გამოჯამთელებისთვის. მან მივდივარ სწორედ ამ მინიმალ ინვაზიურის ჩარევის უპირატესობისკენ, ზუსტად წეღან რასაც ვამბობდით, რომ პაციენტის თვითონ ჩართულობა ამ რეაბილიტაციის პროცესში არის მნიშვნელოვანი. როცა შენ მინიინვაზიური გზით აკეთებ ოპერაციას, ანუ რასაც შენ ამბობდი, ხო, წეღან რომ ანატომიური სტრუქტურის დაზიანების გარეშე აკეთებ, ანუ პაციენტის ჩართულობა მარტივდება რეაბილიტაციის პროცესში, ანუ პაციენტი არ ეწინააღმდეგება რეაბილიტოლოგს, მას არ აქვს იმდენად აუტანელი მდგომარეობა, ვთქვათ, იგივე ტკივილი, იგივე ჭრილობა, დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისთვის, რომ პაციენტი იყოს სრულ, ესე ვთქვათ, სარეაბილიტაციო პროცესში თვითონ ჩართული, გაცილებით მარტივია, ვიდრე პაციენტი, რომელსაც აქვს რიგი შეზღუდვები, ვთქვათ, იგივე მობილობასთან დაკავშირებით, იგივე ვთქვათ, ტკივილთან დაკავშირებით, იგივე ჭრილობის დისკომფორტთან დაკავშირებით და ვერ იღებს ამ რეაბილიტაციაში მონაწილეობას და რეაბილიტოლოგიც თავის მხრივ შეზღუდული არის ამ რეაბილიტაციის მასშტაბებში და ეს საბოლოო ჯამში აფერხებს რეაბილიტაციის პროცესს, ახანგრძლივებს რეაბილიტაციას, ხო? ანუ არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ღია გზით ნაოპერაციები პაციენტისთვის რეაბილიტაცია შეუძლებელია, უბრალოდ უფრო ხანგრძლივია ეს პროცესი და უფრო არაკომფორტული არის პაციენტისთვისაც და რეაბილიტოლოგისთვის და ექიმისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ პაციენტი, რომელიც შენთან ნაკერის მოსახსნელად ორ კვირაში მოდის აბსოლუტურად თავისუფალი ყველანაირი ჩივილისგან და გეუბნება, რომ საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ აქვს, გაცილებით კარგი არის მოსასმენად ექიმისთვისაც, ვიდრე პაციენტი, რომელიც გეუბნება, კარგად ვარ, მაგრამ რაღაცა ცოტა ჭრილობა მქაჩავს, ცოტა რაღაცა თითქოს მტკივა, ცოტა რაღაცა სისველე შევნიშნე და ეგ ვიცით ქირურგისთვის რას ნიშნავს, რომ აი სისველე შენიშნა ჭრილობიდან შეიძლება ეს იყოს რაღაცა ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე, ხო, აქედან გამომდინარე, ეგეც დამატებით როგორც პაციენტისთვის, ექიმისთვისაც კომფორტული არის, რომ ვთქვათ, პაციენტი მაქსიმალურად კმაყოფილი ყავს. და ეგეც არის ერთ-ერთი მოტივატორი, ხო, ჩვენი იგივე, რომ რა გვაიძულებს, რომ მინიინვაზიაზე გადავერთოთ, ამას ხო ჭირდება ჩვენი მხრიდან გადამზადება, გადაიარაღება, იგივე კლინიკის მენეჯმენტის დარწმუნება იმაში, რომ ვთქვათ, ამ ყველაფერში იყოს ხელშეწყობა და მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კომპლექსური ამბავი არის და აქედან გამომდინარე მოტივაცია გაქვს ექიმს მეტი, რომ პაციენტი უფრო კმაყოფილი ყავდეს. კი ბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ღია ოპერაციას აკეთებ, დახურვას აკეთებ, რეაბილიტაციასთან წვდომა გაქვს და შესაძლებელია დღესდღეობით უკვე ამ რეაბილიტაციის მთელი გუნდი ყავდეს ახლოს, ეს ისგან შედგება, ხო, ეს შედგება ტკივილის მართვის სპეციალისტისგან, ფიზიოპროცედურის სპეციალისტისგან, ასევე მასაჟისტი და მანუალური თერაპი და ასე შემდეგ. ასევე ხშირად ყველაზე ხშირად ეხლა რაც ჩემს ყოველდღიურ და ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში გვსმენია, პაციენტი რომ მოდის და როცა ეუბნები, რომ ეს იცი რა ქირურგიული შემთხვევაა, ხო, მაგრამ ექიმო ქირურგია კი, მაგრამ ხერხემლის ქირურგია, ხო, ნიშნავს, რომ მე მთელი ცხოვრება ვიქნები უნარ შეზღუდული, ან აღარ შემეძლება რაღაცის გაკეთება. ხო, ხშირად უთქვამთ ხოლმე პაციენტებს და რა თქმა უნდა ესე არ არის. უმეტესად როცა პაციენტს ხერხემლის ქირურგი ოპერაციას უკეთებთ მხოლოდ მიკროქირურგიული ჩარევით, მინიინვაზიური იქნება თუ არ ვიცი, არამინიინვაზიური მეთოდით და მას არ უყენებთ არანაირ იმპლანტს,
პაციენტები იმ დღესვე ფეხზე დგება და უმეტეს შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნდეს თავის სამსახურს ერთ თვეში. როდესაც იმპლანტს ვაყენებთ, კი ბატონო, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული და აქაც ჩვენ გვაქვს რეაბილიტოლოგებთან ერთად შექმნილი პროტოკოლი, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი და შეიძლება იყოს სპორტსმენი და სპორტი გააგრძელოს ათლეტმა შეიძლება 3 თვეში და 6 თვეში დაუბრუნდეს სპორტს და შესაბამისად ნებისმიერ სამსახური თუნდაც იმპლანტის შემდგომ 3 კვირაში და 4 კვირაში შესაძლებელი არის, თუმცა იქაც რაღაცა ეტაპების გავლის შემდგომ და რაღაც სწორი რეაბილიტაციის გავლის შემდგომ. ასევე ყველაზე ხშირი სტერეოტიპი, რაც ხერხემლის ქირურგიაზე მსვენია, ეს არის ოპერაციას კი გავიკეთებ, მაგრამ ხო ისევ საოპერაციო ვიქნები. ამას რას ვეძახით? ამას სამედიცინო ენაზე ქვია რეციდივი, ხო? რეციდივი რას ნიშნავს? გამეორებას. გამეორება ხდება, თუ აქ ჩვენ საუბრობთ მიკროდისკექტომიაზე, როდესაც ფრაგმენტი ყველაზე ხშირად გაკეთებადი ოპერაცია რაც არის, ხო, რაღაცა ფრაგმენტის ამოვარდნა არის და ამას ვაკეთებთ ამის ამოღებას, შეიძლება პაციენტს გაუვითარდეს რეციდივი. სხვა პუბლიკაციებში რეციდივის ალბათობა დაახლოებით 4-დან 12%-მდე არის და ეს რა თქმა უნდა არის რეციდივი, თუმცა გააჩნია რეციდივის რას ვეძახით. რეციდივი იგულისხმება, როდესაც პაციენტს, ხო, შეიძლება ზოგჯერ პაციენტი არასდროს არ ქმნის რეციდივს. რეციდივი ნიშნავს, რომ რაღაც ერთ დონეზე, კონკრეტულ დონეზე გაუკეთდა ოპერაცია, მაგალითად, მეოთხე დისკის თიაქარზე გაუკეთდა ოპერაცია და მას პირველ 2 წლის განმავლობაში კიდევ განუვითარდა, ან შეიძლება ადრეული, შეიძლება მას რამოდენიმე თვეში, ერთ თვეშიც კი განუვითარდეს, ეგეთიც ხდება ხოლმე, იშვიათია, ყოლია ეგეთი პაციენტიც. თუმცა ხო ჩვენ ყველა პაციენტის მონაცემები გვაქვს შენახული და მათ ანალიზს ვაკეთებთ. ჩვენი პაციენტების დღესდღეობით მონაცემებით, მოდი ბოლო 4 წლის განმავლობაში მინინვაზიურად გაკეთებული შემთხვევაში დაახლოებით 5-6% იყო რეციდივის ალბათობა. ანუ პაციენტებმა, რომელმაც რაღაც ჩივილით მომართა კლინიკას იგივე ან ფეხის ტკივილით, ან თქვათ რაღაცა მსგავსი ჩივილით ოპერაციის შემდგომ. როდესაც ჩვენ მედიკამენტი დაუნიშნეთ ან რაღაცა სელექციური ინიექცია გაუკეთეთ, პაციენტების ნახევარი აქედან საერთოდ აღარ დაბრუნდა და თქვათ მოხდა მათი აი ამ ჩივილების მოხსნა. იგივე რეაბილიტაციის ფონზე პაციენტების აი ამ ნახევარს შეიძლება დაჭირდეს განმეორებითი ოპერაცია. რა თქმა უნდა ეს ხდება. ეს არის დამოკიდებული რამდენად დეგენერაციულია ხერხემალი, რამდენად არასტაბილური ზოგჯერ მინი არასტაბილურობაც, ანუ არასტაბილურობა ნიშნავს, რომ ერთი მალა მეორე მალის მიმართ არასასურველი მოძრაობა აქვს და ეს მიკრომოძრაობები საკმარისი არის, რომ იქ დეგენერაციული ნიშნავს დაბერებულს, ხო? დეგენერაციული ხერხემალი რაღაც ასაკის შემდგომ ყველა ადამიანი შეიძლება განუვითარდეს. როგორც კანის დაბერება მოხდება, როგორც არ ვიცი, ქსოვილების დაბერება მოხდება, სახსრების დაცვეთა მოხდება, ისე მოხდება მალთაშორის დისკის დაბერება, გაუწყლოვება, მასში წყლის მოცულობა იკლებს და მარტივად შეიძლება გაუჩნდეს მალთაშორის ხრტილს აი ამ დისკს დეფექტი და განუვითარდეს, თქვათ, თიაქარი და ამოუვარდეს შიგთავსი ფრაგმენტი. ამიტომ რეციდივი ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელია პაციენტისთვის და რაც აშინებს პაციენტს. თუმცა ეს არ არის ისეთი შემაწუხებელი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში, ჩვენს განყოფილებაში კეთდება თვეში 45-50 ოპერაცია. ყველა ტიპის ოპერაციებს ვაკეთებთ, მაგრამ ხერხემლის ამ ტიპის დეგენერაციული ოპერაციების შემდგომ პაციენტი ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს და მალე გამოჯამრთელდება. ასევე რატომღაც ხო საქართველოში მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ, აი რაღაცა აი ამ ყოველდღიურად გვხვდება ისეთი პაციენტი, რომელიც სხვადასხვა ტიპის არაქირურგიულ მკურნალობას მიმართავს, ან ჩაუტარებია, ან გეკითხება, რას ფიქრობ? ხო, ან შიშებთან დაკავშირებით ერთ მოკლე ვთქვათ, ჩანარს მეც დავამატებ, რომ შიში რატომაც ამ ხერხემლის ქირურგიის ეშინიათ პაციენტებს, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ქართველი პაციენტის ფსიქოლოგიაზეცაა დამოკიდებული და ზოგადად ქართველი პაციენტის თავისებურებებზეც, ხო?
ახლა რეციდივი შენ თქვი რომ 4-დან 12%-მდე არის, ჩვენი სტატისტიკა ცოტა უკეთესია 5-6%, მაგრამ ჩვენ რეალობაში ქართველი პაციენტისთვის რეციდივი კლასიფიცირდება როგორც სხვა დონეზე განვითარებული თიაქარი, რომელიც განვითარდა ოპერაციიდან 5 წლის მერე. რატომღაც ესე წარმოუდგენია. ზოგჯერ ეძახიან რომ აი მე ხო გავიკეთე ოპერაცია, ამიტომ ერთი ოპერაციით უნდა მოუგვარდეს პრობლემა, რომელიც დაბერება ვერ შეჩერდება. ეგ ერთი, მეორე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აქტუალურია წონის პრობლემა, აქტუალურია ცხოვრების წესის პრობლემა, საქართველოში განსაკუთრებით არასწორი ფიზიკური დატვირთვა, საყოფაცხოვრებო მიკროტრაუმების მაღალი პროცენტობა, რა თქმა უნდა, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების რისკს ზრდის და მე მგონია, რომ ქართველი პაციენტები ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგანან ზოგადად დეგენერაციული ხერხემლის სიხშირით სხვა ვთქვათ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. არასპორტულობა, წეველი ჩვენი პაციენტების 99% მამაკაცები მწეველია. რო გადავხედოთ ისტორიას, ვისაც ოპერაცია გაუკეთეთ, ან არ ვიცი, კონსერვატორად უმკურნალეთ 90% მწეველი არის და პირდაპირ კავშირში არის დეგენერაციულ დაავადებასთან. ეს არის ჰიპოკალციემია, დეგენერაციული დაავადების უფრო აგრესიული ფორმა, ასევე მეცაც გეტყვი, ხო? იგივე ინგლისში, ხო? ინგლისში პაციენტებს, ვინც მწეველი არის, უფრო ნაკლებად სთავაზობენ იმპლანტის დაყენებას, რადგან იმის ალბათობა, რომ ფიუჟენი, ანუ გაძვალება ჩამოყალიბდეს, უფრო ნაკლები არის მწეվել პაციენტებში, ვიდრე არამწეվել პაციენტში. ასევე ინფექციის მიმართ ტოლერანტობა უფრო მეტი აქვს მწეվել პაციენტს, რატომღაც საქართველოში ჯერჯერობით კიდე ეს პრობლემა ესეთი მწვავედ არ დგას, რაც უკვე თქვა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე მიხვდნენ, რომ სიგარეტი ძალიან მაღალ კავშირში არის, პირდაპირ კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებასთან, პოსტოპერაციულ გართულებებთან და იგივე პრობლემა თუნდაც თქვა ალკოჰოლთან მიმართებაში. ალკოჰოლი და აქედან გამომდინარე პაციენტი, რომელსაც აქვს იმის შინაგანი მოთხოვნილება, რომ რაღაცა ერთი ოპერაციით მთელი ცხოვრება თავის ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს არ შეექმნას, ყოველთვის ექნება ეგ ეჭვი, აი იგივე ნაღლის ბუშტის ოპერაციაზე ყველამ ვიცით, რომ გავიკეთეთ ლაპაროსკოპიით ან ღია ოპერაციით, ამოვიღეთ ეს ნაღლის ბუშტი და არასოდეს აღარ შეგვაწუხებს, ხო? რატომღაც ეგეთი განცდა აქვს პაციენტებს, ეგეთი მოლოდინი აქვს, რომ როდესაც ექიმი მას ვერ ეუბნება და არასწორიც არის, რომ დაპირდე, რომ მე შენ რაღაცა ოპერაციას გაგიკეთებ, რომლითაც მთელი ცხოვრება ხერხემლის პრობლემა აღარ შეგაწუხებს. ამ განწყობით რო ვერ ტოვებს ექიმის კაბინეტს, ეს იწვევს ჩემი აზრით უნდობლობას ამ ოპერაციის მიმართ და პლუს ხო ნუ რეციდივები ხდება, ვიღაცის ნათესავს განუვითარდა, შეიძლება სხვა დონეზე თიაქარი ამოუვარდა, რაღაცა სხვა პრობლემა შეექმნა. იმისთვის სახელი ქვია, რომ მე ერთხელ ნაოპერაციები ვარ და მეორედაც შემაწუხა. ეგ უკვე რაღაცა უფრო სკეპტიკურად განაწყობს ხოლმე პაციენტებს. მოდი შევეხოთ რამოდენიმე სიტყვით, რას ფიქრობ აი ამ არაქირურგიულ მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ყველაზე ხშირად შეგვხვედრია, ხო? იგივე ქიროპრაქტიკა, ხშირად მსმენია, რას ფიქრობ ექიმო, გაჭიმვა ხო არ მიშველის, ჩამოკიდება ხო არ მიშველის, ეს არის ყველაზე ხშირად მე რაც შემხვედრია. ყველაზე უწყინარი ამბავია, რაც შეიძლება გითხრას, ახლა ჩვენ გვინახია პაციენტები, რა ვიცი, ახლა საავიაციო ნავთით ნამკურნალები, რომელმაც საბოლოო ჯამში სეფსისის ცენტრში ამბობდა თავი, ხო, ახლა საავიაციო ნავთი წავისვი, ხო, თუ რა საავიაციო ნავთი წაისვა, შეიზილა, მე რაღაცა შეიფუთა, ნუ ყოფილა სამწუხაროდ, ანუ ამის კულტურაც ჩვენ მოსახლეობა არაფერ შუაში არ არის, ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად არის სამწუხაროდ ძალიან დაბალი. ხა წეღანაც საუბრობდით, რომ მიღებულია, ხო, ჩვენ ვიცით, წაგვიკითხავს, მოგვისმენია, არაქირურგიული მეთოდები არსებობს, რა თქმა უნდა, სელექცირებულ პაციენტებზე, სადაც ან არ არის ოპერაციის ჩვენება, ან შესაძლოა განხილულ იქნას პაციენტს, როცა არ აქვს ნევროლოგიური დეფიციტი, ანუ მისთვის სასწრაფოდ ოპერაციის გარეშე პაციენტს რაღაცა საფრთხე არ ემუქრება, ხო, ანუ რაღაცა ინვალიდიზაციის მაღალი რისკი არ არის და არ არის სახიფათო პაციენტისთვის, რომ სცადოს
არაქირურგიული გზა. ხო, ანუ და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული წესი არის, მაგრამ აუცილებელი არის ჩემი აზრით და ყველას აზრით, არ მგონია რომ აქ რამე განსხვავებული აზრი არსებობდეს, რომ შესაბამისმა სპეციალისტმა მოახდინოს. რეკომენდაციას მცირე უნდა სპეციალისტმა, ან ნევროლოგმა, ან რეაბილიტოლოგმა, ნეიროქირურგმა უნდა უთხრას. აუცილებლად. და მე ხშირად რამდენიმე შემთხვევა მქონია ჩვენ, როდესაც ქიროპრაქტიკა გაუკეთებია პაციენტს, ქიროპრაქტიკოსთან ყოფილა, მას არ ქონდა გადაღებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, არ ვიცი, ან ქონდა გადაღებული და თქვათ ინტერპრეტაცია ვერ მოხდა. აღმოჩნდა, რომ მას ქონდა ონკოლოგიური დაავადება ერთ შემთხვევაში, რაც მახსენდება, მეორეს ქონდა ოსტეოპოროზული დაავადება და აი ამ მანიპულაციის შემდგომ მოიყვანეს ჩვენთან და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეთ. მოტეხილობით შემოყვანილი. თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქიროპრაქტიკაზე არანაირი, თქვათ, რაღაცა მტკიცებითი მედიცინა, არანაირი კვლევა არ არსებობს დღესდღეობით, რომ რაღაცა როლი აქვს მას აი ამ თუნდაც მწვავიან ქრონიკული ტკივილის მართვაში. ერთადერთი შეიძლება მას კონდეს როლი კუნთის ტკივილის, კუნთოვანი კორსეტის გაძლიერებაში, კუნთის ტკივილის მოხსნაში, თუმცა მაინც სადღაც თუნდაც არ ვიცი, შემხედრია მაგალითად თურქეთში შემხედრია, ამერიკაშიც მინახავს ქიროპრაქტიკოსი, კლინიკაშიც მინახავს, რო ყავთ, მაგრამ კლინიკაში მას თუნდაც ახლა იზმირში რო ვიყავი, მათ კითხე ხო, თქვენ კლინიკაში თუ არის კი, მათ ყავთ ქიროპრაქტიკოსი კლინიკაში და როდესაც ქრონიკული ტკივილი აქვს, შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება რა ვიცი აკუპუნქტურასთან ერთად, არ ვიცი არასტეროიდთან ერთად, შეიძლება მანუალურ თერაპიასთან ერთად გქონდეთ ქიროპრაქტიკა, მაგრამ ამას რეკომენდაციას აძლევს ექიმი და არამც ამის გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი არიღებს, რომელიც არ არის, თქვათ, არ არის მედიცინის წარმომადგენელი და ის შეიძლება, ნახე, სულ მცირე უნდა მოხდეს კვლევის ინტერპრეტირება, ხა ჯერ კვლევის გარეშე რაიმე მით უმეტეს უხეში მანუალური ღონისძიების ჩატარება ხერხემალზე, ხო, აი ფაქტიურად კრიმინალის ტოლფასი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არ იცი, ხო, გავიხსენეთ, აგერ იყო ერთი ონკოლოგიური პაციენტი, მეორეს ოსტეოპოროზული დაავადება ჰქონდა, სვავერი განვითარებული ნევროლოგიური დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც ვერტებრალური არტერიის დისექცია განუვითარდა, არასწორი, ვთქვათ, მოძრაობის. არა, შეიძლება სწორი გაუკეთა იმან, არ ვიცი, მისი მეთოდით შეიძლება სწორად გააკეთა, თუმცა ნებისმიერი ამ ტიპის მანიპულაცია, როდესაც პაციენტს აქვს დეგენერაციული კისერი და ისედაც შევიწროებული აქვს ის ხვრელი, სადაც ეს არტერია გადის, ამ პროცედურის დროს შეიძლება განვითარდეს არტერიის კედლის დაზიანება და განვითარდეს დისექცია და დაახლოებით ეს უწერია კიდევაც, ხო, მარტივად რომ შევიდეთ ვიკიპედიაში, რა მეთოდია ქიროპრაქტიკა. ქიროპრაქტიკა ეს არის ალტერნატიული მედიცინის მიმართულება და ამ დროს დაახლოებით პაციენტების რაღაც რაოდენობას, არ ვიცი, 1% შეიძლება ცუდი დეგენერაციული კისრის შემთხვევაში განვითარდეს სიცოცხლისთვის სახიფათო დისექცია. სუმცირე მან ამ სპეციალისტთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, თუ არ უნდა რომ თქვათ ესეთი სიცოცხლის სახიფათო გართულება გქონდეს და ჩვენ პრინციპში მზადა ვართ რომ თუ მსგავსი ტიპის თანამშრომლობაზე თქვათ პირიქით, კაი გუნდი შეიძლება ამისგან შეიქმნას. ჩვენ მე არ ვამბობ რომ ქიროპრაქტიკა ეს არ შეიძლება, არ უნდა გაკეთდეს, ხო, ბევრჯერ ყოფილა მედიცინაში რაღაც თქვათ მკურნალობის მეთოდი, რომელიც იმ ეტაპზე არ იყო მეცნიერულად დასაბუთებული, მაგრამ რამოდენიმე წლის მერე თქვეს რომ იცი რა მსგავს მანიპულაციას თუ მსგავს მეთოდს კარგი შედეგი აქვს და რამოდენიმე წლის მერე მიუღიათ, ხო? მზადავარ. მოდი ესე ვთქვათ, არსებობენ პაციენტები, ვისაც მართლა უშველა ამ მიდგომამ, ხო? და მართლა კარგად გახდა. ქრონიკული წელის ტკივილის დროს ჩვენი ყველას მიზანი ხო არის, რომ პაციენტი გათავისუფლდეს ტკივილისგან. ხერხემლის დეგენერაციულ დაავადებაზე როცა ვსაუბრობ და ბუნებაში არსებობენ პაციენტები, ვისაც მოუხდა ამ ტიპის მკურნალობა, მაგრამ ჩვენ ვავითარებთ იმ აზრს, რომ აუცილებელია ეს მოხდეს კოორდინაციაში ქირურგთან, რომ სულ მცირე განხილული იყოს საკითხი, რომ ის მოქმედება, რომელსაც ვთქვათ მასაჟისტი თუ ქიროპრაქტიკოსი განახორციელებს პაციენტთან, არ იყოს მისთვის სახიფათო და იყოს კონდეს, ვთქვათ, ალტერნატიულ მკურნალობის მეთოდს არსებობის უფლება. ხა კატეგორიულად მიუღებელია ოსტეოპოროზულ, ანუ გამოფიტულ
ხერხემალზე, სადაც ძვლის მინერალიზაცია ისედაც დაბალია და სპონტანური მოტეხილობის რისკი არსებობს და არაერთი მყოლია, ხო, პაციენტი, ვისაც არატრამული სპონტანური მოტეხილობა განუვითარდა წოლიარე მდგომარეობაში მათ შორის, ხო, ახლა ესეთი პაციენტი რომ მოხვდეს ადამიანთან, რომელიც მას გაუკეთებს რაღაცა უხეში მეტნაკლებად მანიპულაცია, შეიძლება რაღაცა დაუზიანდეს და ქონდა ეს პაციენტი, ყავდა ეს პაციენტი, ყოლია უამრავი რა ყოლია, ხო? შეიძლება მისმეს კიდევაც ის პაციენტი და მიხვდება თვითონაც მიხვდება თავის თავს არ მოაჩენს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამ ქიროპრაქტიკოსების და ამ სახალხო მკურნალების თუ რაც ქვიათ, როგორც მოიხსენიებენ თავის თავს, იმათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ მაქსიმალურად დაფილტრული პაციენტები მოხვდნენ მათთან, რომ მათი წარმატების ხარისხიც გაიზრდება ამით. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აქაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აკადემიური მიმართულება მიეცემა. აკადემიური და რატომღაც წარმოდგენა არსებობს ისეთი, რომ ჩვენ ვართ ამ ხალხის მტრები, ქირურგები, ან პირიქით ისინი არიან ჩვენი მტრები. არანაირად. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ჩემთვის როგორც არ დაჭირდება თუნდაც იმის თქმა, ამ მეთოდის ისე გაყიდვა პაციენტთან, რომ იცი რა, მე ახლა რაღაც მანიპულაციას გაგიკეთებ, რომელიც გააქრობს თიაქარს, ხო? არავითარ შემთხვევაში. ან არ ვიცი, რაღაცა მეთოდი ვიცი, რომელიც გაწოვას მოახდენს აი ამ თიაქრის, ხო? ჩვენ ხო ვიცით და ეს დადასტურებულია, ეს მეცნიერულად არის დადასტურებული, თუ ეს არის ახალი ფრაგმენტი, ეს არის მეტუმეტეს ახალგაზრდა პაციენტთან მალთაშორის ხრტილის, აი ამ დისკის თიაქრის ახალი ფრაგმენტი შეიძლება რამოდენიმე თვეში ტენდენცია მას აბსორბციის, ანუ თქვათ შეჭმუხნის კონდეს. რაღაცა პერიოდის მერე ეს ამოვარდნილი ფრაგმენტი განიცდის გაუწყლომებას, მაშინ წყლის შემცველობა იკლებს, ის აუცილებლად დაპატარავდება ზომაში. ოღონდ ეს მოხდება რამოდენიმე თვეში და არ არსებობს, მოდი რა პირდაპირ ვთქვათ, რომ დღესდღეობით რაიმე მეთოდი, რომელიც არის მეცნიერულად დასაბუთებული, ან შეგვიძლია, არ ვიცი, თუ ვინმე ამბობს, რომ მე ამას ქიროპრაქტიკით ჩავსვამ, თქვათ, რაღაცა ჯადოქრობას გავაკეთებ, კი ბატონო, ხომ მას შეუძლია გადაიღოს ამ ჯადოქრობის მერე სურათი და ნახოს გაქრა თუ არ გაქრა. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მას ტკივილი არ მოეხსნება. პაციენტების 70%-ს ტკივილი თავისით მოეხსნება და ამას მოდი ესე დავარქვათ, ბუნება უმკურნალებს, ეს მწვავე პროცესში ჩაცხრება და ტკივილი როდესაც მით უმეტეს ახალგაზრდა პაციენტს და მას არ ქონდა მანამდე ჩივილი და უეცრად ან სიმძიმის აწევის დროს ან რაღაცა მოძრაობის დროს განუვითარდა მწვავე ტკივილი ფეხის არეში 70%-ს მოეხსნება ეს ტკივილი. უბრალოდ სხვა ამბავია, რამდენად შეძლებს რომ ეს პერიოდი მან მოითმინოს ეს ტკივილი, ხო და რაც ყველაზე მთავარია, არ მიდიოდეს რაღაცა ნევროლოგიური დეფიციტით, ეხლა შეცდომაშიც რო შევიდეს პაციენტი, რომ თუ დაბუჟება წინა პლანზე რაღაცა ძალის დაქვეითება, შარდვის დარღვევა, ექიმმა უნდა შეაფასოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მოისმინონ ექიმის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. იქით მე ბედნიერიც ვიქნებოდი ჩემ განყოფილებაში ქიროპრაქტიკოსი თუ იქნებოდა. მინდოდა ახლა მაგისმა დამასწარი ორი სიტყვით. ძალიან კომფორტული იქნებოდა. ისევე როგორც აი რეაბილიტოლოგების შემთხვევაში შედგა პრეცედენტი, ხო? რატომღაც ფიზიოთერაპევტებს მიაჩნდათ, რომ მათი ისტორიული მტრები იყვნენ ქირურგები, რადგან თითქოს ქირურგი ყველა პაციენტს ოპერაციას თავაზობს და არავის არ ურჩევს რაღაცა ვთქვათ ალტერნატიულ გზას იგივე ფიზიოთერაპიას, მაგრამ ჩვენი განყოფილების და ამ სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინაციით საპირისპირო დამტკიცდა. საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად ამით პაციენტმა იხეირა, იმიტომ რომ სწორ მკურნალობას იღებს ფიზიოთერაპიას და რეაბილიტაციას სწორად შერჩეული სქემის მიხედვით მოლოდინი იცის რა ელის სწორ დროს იღებს ამ მკურნალობით რა ელის იცის ამით რეაბილიტოლოგიც კმაყოფილია, იმიტომ რომ პაციენტი ყავს პირველ რიგში კმაყოფილი და ქირურგიც რა თქმა უნდა კმაყოფილია, იმიტომ რომ იცის რომ პაციენტს შეუძლია პაციენტი ჩააბაროს ესე რომ ვთქვათ უსაფრთხო სპეციალისტს, უსაფრთხო ხელში აღმოაჩინოს პაციენტი და აქედან გამომდინარე პაციენტის ინტერესი არის აქ ყველაზე მეტად დაცული ესე რომ ვთქვათ, ხო და თუ კი ესმის, რავი, ჩვენი გადაცემის ამ ქიროპრაქტიკოსებს და ვთქვათ არატრადიციული სამედიცინო წესით მკურნალ ადამიანებს, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია რომ მათ გაიაზრონ, რომ ჩვენ არა ვართ მათი მტრები და თუ მათი ინტერესიც არის რომ პაციენტი იყოს კარგად და პაციენტის ინტერესი მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ რომ ექიმთან კოორდინაციით შეუძლია რომ მაქსიმუმს მიაღწიოს პაციენტების კმაყოფილების ნაწილში. მოდი შეჯამებისკენ რო წავიყვანოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, პრინციპში რაღაც ჩვენ საუბარში იყო ისეთი
საკვანძო საკითხები, რომელიც წესიდარიგით ბევრ პაციენტს და ბევრ ადამიანს გამოადგება, ამა თუ იმ არაქირურგიული თუ ქირურგიული მკურნალობის შერჩევის პროცესში, შეჯამების მიზნით ვიტყოდი, რომ დღესდღეობით საქართველოში სრული პასუხისმგებლობით ვიტყოდი, რომ საქართველოში შესაძლებელი არის ხერხემლის სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ჩარევის გაკეთება ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ეს კეთდება ამერიკის დიდ ცენტრებში, ან ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. მე ფაქტობრივად თვეში ერთი კვირა მეც და შენც ხო ხშირად გვიწევს თქვა უცხოეთში სხვადასხვა ნეიროქირურგ განყოფილებაში ხო ყოფნა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა ყველა ის ტექნოლოგიური მიღწევა, რაც დღესდღეობით არის განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთანაც ხელმისაწვდომი არის და რაც უნდა გასაკვირი იყოს, უმეტესად ეს ხელმისაწვდომი არის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან განვითარებული არის. მე არ ვამბობ, რომ აუჭირდება მუშაობა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, თუნდაც ხერხემლის დეფორმაციებთან მიმართებაში, იქ არის რაღაცა, ვთქვათ, იშვიათი დაავადებები, მაგალითად სპასტიკა, არის რაღაცა, ვთქვათ, ისეთი მიმართულებები, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. თუმცა სიხშირეც არა. ხო, ისეთი დაავადებები, რომელიც ძალიან იშვიათი არის, შეიძლება ამ დროს იყოს რაღაც პრობლემა, თუმცა უმეტესად საბაზისო და თუნდაც კომპლექსური ხერხემლის ქირურგია, ეს იქნება როგორც მინიინვაზიური ან ტრადიციული გზით საქართველოში კეთდება მაღალი ხარისხით და არ არის აუცილებელი უცხოეთში. მეცაც გეტყვით, აი ამ ტექნოლოგიის, რაც ჩვენ ახლა დღესდღეობით გვაქვს, ძალიან კომფორტული არის და ძალიან ამცირებს გართულებების რისკს, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს აქვს რამოდენიმეჯერ ოპერაცია გაკეთებული და რეოპერაცია ჭირდება, აი მაშინ ამ დროს გაცილებით ეფექტური არის ამ აპარატურის გამოყენება, რადგან აი ამ ნაოპერაციო მიდამოში ისედაც რთული არის, ვთქვათ, იმპლანტის მოთავსება და ეს სპეციალური სისტემა, იგივე GPS სისტემა გიადვილებს ქირურგიული ჩარევის გაკეთებას და მე ვიტყოდი, რომ ამ ტიპის პაციენტებსაც კი, რომელსაც რამოდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული და კიდევ ჭირდებათ რაღაც ჩარევა, შეიძლება შეუძლიათ საქართველოში უსაფრთხოდ და წარმატებით ჩაიტარონ ქირურგიული ჩარევა. ეთანხმები, ბატონო. მეორეს დავამატებდი, რომ მესიჯი რაც შეიძლება იყოს პაციენტისთვის, რომ მნიშვნელოვანია როლი რეაბილიტაციის და რო ეს ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა და სწორი რეაბილიტაციის კულტურა საქართველოში თანდათანობით იგეგმება და ჩვენთანაც ჩვენ ქალაქშიც ქუთაისშიც ეს უკვე დაწყებული არის და სწორ გზაზე დგას და ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალური ტანდემია ქირურგებსა და რეაბილიტოლოგებს შორის, რითაც ჩვენ პაციენტებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეთავაზება შეგვიძლია, ხო? და მესამე, რასაც ბოლოს შევეხეთ, რომ იგივე ვთქვათ, ქიროპრაქტიკა არის თუ არა უსაფრთხო, შეიძლება იყოს უსაფრთხო, მაგრამ მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, რაღაცა ვერ დავარქმევდი ამას თამაშის წესებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ პაციენტები თვითამაშოთ, აუცილებელია სამედიცინო კულტურის დაცვა, ეთიკის დაცვა, ელემენტარული სამედიცინო ეთიკის დაცვა, რომ პაციენტისთვის რაღაცა მოქმედებები იქნება ეს ქირურგის მხრიდან, რეაბილიტოლოგის მხრიდან თუ არატრადიციული მედიცინის მიმდევრის მხრიდან პაციენტთან კონდეს სამედიცინო ეთიკა სწორად დაცული, რომ რაღაცა პაციენტს არ ვავნოთ, რაღაცა პაციენტს არ დაუშაოთ და პირიქით მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პაციენტს დავეხმაროთ. დღევანდელი პოდკასტში შევეცადეთ გვესაუბრა ხერხემლის დაავადებების მკურნალობაზე. შევეცდებით შემდეგ პოდკასტში ასევე სხვა დაავადებებს, ნეიროქირურგიულ დაავადებებს შევეხოთ, რაც საინტერესო იქნება თქვენთვის. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასევე ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ, რა თემაზე ისურვებთ შემდეგ პოდკასტში, რომ გვესაუბრა.